მოგესალმებით, აბა როგორ ხართ, როგორ გწამდებით, როგორ გიკითხოთ. მოკლედ გუშინ საღამოს მომიტანეს იხვი. ესე იგი იხვი არასოდეს არც მიყიდია და არც მიჭამია. ნიკას მინდა არ ჩააყალიბა უკმა. მე ეს როგორ სახე დეპრესია. ჯეზარის ყველა კოჭი ხალხო. ახლა და მირეკეს იხვი მოგვაქო. იხვი და რაც დარდის რას მოწრავს რა თელინა. ყველაფერი შეჭამანინი ამ სახალხოთ. გოგო, ველოდებოდი 29-ში. მე მითხეს ისაო, 26-შიო. მე დღეს დამირეკა იმ ქალმა და რავი შეგითანხმდები აგირეკავო და ეხლა დამირეკეს მოგვაქო. იხვი ვიყიდე. მომიცულცულეს სახში 3 კილო და 200. ნახეთ როგორი მოკლე ფეხუც აქვს. მოკლე ფეხუც აქვს. და ფრთები ნახე რა. ტირიზე, უი მეცოდო. აი მეშიში მოგელოს. დაწებელი დედის ხო, დედა ტკივა საწყალი. მეგონი აღარ ფრთა. მინაჩი. დედას გოგო. სხვადასხვა მე რომელსაც ძალიან მიყვარს ხორცი, ძალიან ბევრი ხორცი არ მიჭამია, მაგალითად ცხრის ხორცი არ მიჭამია. იკა შენ გიჭამია? ცხვრისაგი. როგორია? კარგი. აქ რაღაცნაირი სუნი რო იძახია? კაცო მოხარშული და ფირძე დადებული კარა. ანუ ბზოხისაც გააცვლილია? ჭამია მე ცხელი. არა, აი ისეთ მუზა. აი იცი როგორია ძამსუბუქი. კაი. ესე იგი არ მიჭამია, ერთხელ გავხსნი. ხისაც მიჭამია ბევრჯერ. არც თხის არ მიჭამია, იხვი ხო არ მიჭამია, ინდაური მიჭამია, ქათამი, გოჭი. ესე იგი მოკლედ ითვლი რეები უნდა ჭამო ასამომავლოდ. და რაც არ გიჭამია, აგრე სხვა მიდის. სიზღარიო, პროსტა. მაშინ გამოდის რომ ბევრი რამ არ გიჭამია. ბევრი რამ არ მიჭამია. და იმოქმედ მოლეწავე, ხას ვიყიდე. ვიყიდე, მაგას არ ვახო, ვიყიდე. ერთი ვინც არ ჭამოს, საყვედური იმაზე იყოს. შენ იყიდე, რატო არ ყიდულო? მახე როგორ წავიდა? კაცმა მოძუძგა. იკა სადა ხარ? იკა დაიკავ სადიდის? იკა აღარ ჩანს. სასწავლიდა? ნეტა სადა ის კიდემცა? სად დაიკა ეს კაცი? აბა, რომელი ხორცი? მაქსიმუმ ეგ იქნება დაჭრილს. აი, რისი მეძივრა მქონდეს. გოჭი. ავანებო თხას თავი, გოჭი. არა მოკლედ მომიტანეს გუშინ ეს ისა. იხვი. ნახეთ შეთანხმებულები ვიყავით გუშინ უნდა მოეტანა. მე მეგონა, ანუ ნახეთ როგორ არის ჩამოაქვთ ხოლმე ზოგს სამგორის მეტროსთან აქვს, ზოგს ვაგზალზე, ზოგს დიდუბესთან, ზოგს გლდანში და მე მეგონა რომ გლდანში მიდის და დიდუბე უნდა გაიაროს და დიდუბის მეტროსთანო მიწოდებაო ეწერა რა და დამირეკ 29-ში უნდა მოეტანა ჩემთვის. 26-ში იყო 26-ში ის არისო რა ქვია შევსებულია ყველა გაბრუნილიაო და თურმე შეიძლება შეგიხმიანებო. მე კი ოკეი. ხო და მე შუა დღისკენ ასე საღამოსკენ დამირეკა რა. დღეს მოგაწვით. მე კი კაი, ოღონდ წინასწარ მეთქი უნდა ვიცოდე მეთქი იმიტომ რომ მე არ ვცხოვრობ მეთქი დიდუბის მეტროსთან და რომ მოვიდეთ ხო რა. აი მე მეთქი აღარ მეკეთა ეს და გული გამის და სულ მეშინია ძალი ჩამომაწვიტავს თათიც იმეშონა ხოლმე. ხო და ესა
მე მეთქი დროზე ცოტა არ უნდა ვიცოდე მეთქი და თუ დაღამდება მე ვერ წავალ მეთქი, იმიტომ რომ ახლოს არ ვცხოვრობ. ხო და კაიო მოვილაპარაკოთ და გამიჩიშო. და მირეკავს ღამე, უკვე ბნელა არ ვიცი რომელი საათი იყო, ნომერი და მეუბნება რომ იხვი მომაქო. მეთქი მე ვერ მივალ ხა დიდუბესე შანსი არ ამიგე, სახში მოგიტანო. სადგინა მითხარიო. და მოიტანა სახში, ანუ გადავიხარე ჩვეულებრივად გადაურიცხე. ხო და ჩავდე საყინულეში, ძლივს ანუ ისეთ სავსემოთ საყინულე ეს სოფლის ქათმები და ფილეები ხო მაქვს. და ისეთი სავსე საყინულე ხალხო რომ პატარაა ძალიან და არაფერი აღარ ეკრავს, всё. მე ამას დავეცებდი. ჯარო მოხარშეო და მე შეწვიო მომწერა და ეხუთი უგემური არ იქნება. არ შეიძლება სხვანაირად აბა ვინც იცით გოგოებო, იმიტომ რომ მე აი სოფელში ქათამსაც რომ ჯერ მოხაშავდნენ და შეწვალდნენ, მაგას ვერ ჭამდი, არ მომწონდა მე გემო. მაგრამ რა ვიცი მქონდა რატო ხო? ესე იგი არ დაგვიდება სხვანაირად. 3 კილო და 200-ია, 3 კილო და 100 რაღაცა იყო, მაგრამ ეხა იმას არ გამომეჭიდებოდი, ასეთი წელი. ეგეთი ვარ მე. აი შეიძლება მაგალითად შევევეწო კაცებს მეუბნე. აი ეს რაღაცა სადღაც მეიგდა და ეგეთი ვთვლია და მაგასაც ამეშო მეჭირდება, მაგრამ სოფლის მეურნეობაში სადაც ადამიანს თვითონ მოყავს. თვითონ ის მე თვითონ უნდა დაკლას. გასუთავდა ანუ რა შეიძლება ჩვენ ასე მე შემიძლია დავაყოლო ვიდრე იმიტომ ძალიან დიდი და დაუფასებელი შრომა ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ მე არასოდეს არ მომწევია მაგის პროექტები ხვდები რომ ხელა შრომაა და არ შემიძლია რავი რომ არ დავაფასო. და ასე ჯერ მოხარშეო და მე შეწუხო ნაზრი იქნება, რადგან დიდია, ჩვენ ეგრე ვაკეთებთ. ჩვენ ეცოდინებათ ხო? არ ვიცი. მშვიდობისა. აბა როგორ ვართ, როგორ ბრძანდებით? იკა მაღაზიაში მაინც მიყიდე რამე. აი გოჩსან ყიდულობა. მიყიდე ერთი Kinder Bueno. ერთი მე ერთი ევას. აუ სახე. დეგაკ? კრიზისი. შუახნის? აჯო ფული მჭირდება ეს ია.
ეგრე რო დავხარჯო და უცები ის. აუ რაოდის მიყიდე ბოლოს ტკბილი. აბა გაიხსენე. იყიდე და არა შემოსალა. შეიძლება შეწვა და შუშის ბანკაში ჩაალაგო და მაცივარში შედო დიდხანს ძრებს უნივზად ზეთი ინახავს ეს იმაზე ხო ბადრიჯანზე არ ფუჭდებაო ხათუნა უკვე დაიწყო ხალხო მე მგონი საშინელი რიგები მაღაზიებში ხათუნა გილოცავთ ქრისტეშობას ბედნიერი შობა ახალი წელი ლამაზო მიყვარს 25 დეკემბერი ჩემი დაბადების დღე ხათუნა ძვირბაზო გილოცავ მრავალ ბედნიერა და ისულ გახარებული შეხვედროდი უდიდესი დღე არის ეს 26-ია ხო? კი ჩიკო ნინი მე გილოცავთ ყველას გვანსა კინინი წინა დღეს შეწვი ბადრიჯანი და 30-ში წავუსვი შეითავსი არ გაგუჩნდება ანუ 29-ში რაც შევწვა ხო და 30-ში წავუსვა მარიამ ნილამაზო გილოცავთ შობას ახალ წელს ბედნიერება მრავალს დაესწაით გისურვებ იყურებ ყოველთვის მადლობა ძვირფასო ნათია სალამი ძვირფასო მიყვარხარ ციცი ვაიმე რა საყვარლები არიან ბონი და ევა დაიკოებივით არიან მე მომხობენ ბავშვი და ბავშვი ძაღლი მეთქი აი ძალიან მეგობრობენ ციცი შეგერგოს ჩემო ლამაზო გოგო გემრიელად მიირთვი მადლობა ძვირფასო ბედნიერ შობა ახალ წელს გილოცავ ნით ჩემო საყვარელო ჯანმრთელობის დოვლათის ბარაქის და ჩაფიქრების ასრულების წელი ყოფილიყოს რაც მთავარია მშვიდობა იყოს ამინ ძვირფასო ამინ ჯანმრთელობა და მშვიდობა არის ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და თავისუფლება რა თქმა უნდა როცა ჯანმრთელობა და მშვიდობა არის თავისუფლება აუცილებელია თორე მე აზრს კარგავს ეგეინს დარეჯან მეც გილოცავ შობას და ახალ წელს მრავალს დაესწარით თქვენს ოჯახთან ერთად სულ გახარებული და ჯანმრთელი ყოფილიყავით სულ გიყურეთ მადლობა ძვირფასო ლელა გამორჩემო ძვირფასებო ლელუ ნინი გოზინაყი სანდომის კალათა სუპერმარკეტში 7 ლარი ღირს აქციაშია სხვაგან 13 ღირს იცი რა არის გუშინ ვფიქრობდი რომ მეყიდა ორ ნაბიჯში მაგრამ მე ვიფიქრე ესენი დაჭამენ ახლა წლამდე რა აი გუშინ 2 ატლამი შეჭამეს აი გეფიცებით მე დანარჩენი ორ გადავმალე თორე ორი ანუ საერთოდ რაც ისინი მოიტანა ხო არიან რა როდის მოიტანა ის 1-2 კვირა თუ 10 ერთი ვჭამე გუშინ და 9 ევროს მეტი არ მიჭამე აქამდე არ ვიცი მე შემოხვედი საღამოს ახალი ყუთი უნდა გავხსნა გულმა დამარტყა იმიტომ რომ ახალი ქონდეთ გახსნილი ხო მე არ მიჭამე არაფერი აჭამე მაშინ როცა გავხსნე არიანი იმეც გილოცავთ ყველა შობას ჩემო ლამაზო ჯანმრთელობა სიკეთე ბარაკა და ბედნიერება მოეტანოს თქვენთვის ჩემს ოჯახში 7 შვიდში აღნიშნავთ ნიშობას ეხლანდელი კათოლიკურია ბევრი კი აღნიშნავს მათაც ყველას ულოცავ ხო ჩვენც ახლა აღნიშნავთ 7-ში მაგრამ ჯობს ორივე აღნიშნოთ იმიტომ რომ ანუ გულით ასე ვთქვათ დღესასწაულად როგორც 7 ეგრე მაქვს მაგრამ გულით 25-შიც მიხარია ხოლმე იმიტომ რომ როგორც თქვი ჩემ ბავშვობაში სულ 25-ში აღნიშნავდით ლელო ჯანმრთელობას და ყველა ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებ ჩემო ლამაზო გოგო მადლობა რომ არსებობ და გვიხალისებ ცხოველს როგორ გამახარე როგორი ტკბილი ხარ მადლობა ძვირფასო ყველას მადლობა ვისაც სიტკბო არ გენანებათ აი ეს ტკბილი სიტყვა და ტკბილი აზრი და ყველაფერი ნათია ნინი 300 გრამიანებია ნიგოზი თუ 2 ნაბიჯისა მეც არ დავაკვირიადე და არა ეს 500-იანია შაშანაც 300-იანები ქონდა და 300-იანებით ქონდა ნაყიდი მაგრამ ეხლა და დაჟე თავის საიძეთ 300-იანები უწერიათ მაგრამ ეხა აი გაჩვენე გუშინ შემხდა 500-იანი სხვათა შორის ძალიან გემრიელებია იცი გავსინჯე აი ეს არის 500-იანი. მოდი იქ გავსინჯე ბაჩვენო. შენ თუ არ გასინჯა, ვისე რას ამბობ, ეს გავიგებთ, რომ გემრიელია.
იქაც ეწერა, სადაც იდო, რომ აი 500 გრამი. აი ამ ჩანს. მასალი და 500 გრამი. იქაც ეწერა, რომ 500 გრამიანი. აჰა, მოდი. მოიჭა ხელი. ფოტოთა. ნახოთ. საცინისთვის იქნება უკვე. არა, კაია. წინაზე მე რომ ბაზარში ვიყრი, იმას არაფრის გემოვარ, ხა? ეს კატასტროფა. ხო, მეთქი ამაზე ამბობ. ეხლა ჯობია იმას. ამაზე მომაინც რა. ხო, მაგრამ ანუ ბაზარში ესე იგი ხალხო შემოტანილი ალბათ აქვს ბევრი. იმიტომ რომ მე ის ბაზარი ძალიან გემრიელია, მეც გავსინჯე და მომეწონა. გამოვიდა. თონი. და ეს 500-იანებია. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ძალიან პატარა მიეცი. სულ რატო ესეთი მათხოვარი და მახარდა დღეს. ხო და ასე რომ 300-იანები ამის ნახევარია შეფუთვა. ვიცი მე მქონდა შაში. ასე უნდა გამოვიდეს კაი. 4 ცალი ვიყრი, ანუ 2 კილო. იმიტომ რომ აი იხვი მაგის, მაგრამ ნიგოზი ბევრი დამჭირდება. ის კი ამას ვიხობ, ერთი კიდე ხო არ ვიყიდო. უცხო მოფრინდა ხო ის? მე როგორ ისაყვარელი იყო. ყველის მოდამალი. ირმა, გილოცავ ჩემო ლამაზებო შობა ახალ წელს იბედნიერეთ მუდამ. მადლობა ჩემო ძვირფასო ირმა, ძალიან დიდი მადლობა. შენც ასევე შენ საყვარელი ადამიანებთან შეხვდი სულ ბედნიერად მრავალ შობას. მელანო, გაყინვა შეგიძლია შემწვარი ბადრიჯნის ზუსტად ისეთივე გამოდის გადნობ და მე შეაზო მართლა არ იშლება მე? ვაიმე, რამდენად ცოდნა გაქვთ ხალხო, მე ეგეთ რაღაცები საერთოდ გაყინვა რასაც უნდა შენახვა რაღაცა ძალიან ისეთი ვარ მაგაში. თუ ეხლა თუმცა ახლა საყინველში საერთოდ ადგილი არ მაქვს, აი შეგეხედავ. ოღონდ არ ჩამოვარდეს. მოდი იკა. მოდი რამე არ ჩამოვარდეს, ძაღს არ დაეცეს თავს. არა, არ ვარდება მე გამოვარ. ნახე. შენახეთ. ხო და იქ არაფერი აღარ შეეტევა აწი. სამწვადე მაქვს. ჭადისთვის სპეციალურად მზადები. ფსიქოლოგიურად და მორალურად. კონცენტრირებული. კარიერა უნდა ჩავდო რა. ოკეი, მე ვთხარი თუ ეხლა თუ შეძლო შენზე როგორც წადი შემწვაზე. კილომეტრი ნახევარში თბილისის ზღვა და იმხედავ ჩემთან. აუ! წადი თუ შეძლო? მე წადებსაც წავიდე. აუ! ახლა დუმს ხო? ხო და მე შევჭამდათ მოვალ ისე გადავიფიქრეთ. შემდეგიც დაათქო. კიდე ერთიც დაათქო. ვერ შევძე. ასე გამოსდომებია 2 კილო სამწვადის ჭამა და არ ამხელს. ევა პატარა საყვარელო მანანა გილოცა ნიშნობას ბედნიერი წელი ქონოდეთ 2025 წელი ბედნიერების წელი ქონდეთ ამინ ძვირფასო ამინ ყველას ბედნიერების წელი ყოფილიყოს ჩემი სისინა ძვირფასი წელი ნინი მეც გილოცავ დღევანდელ შობას ლელო გილოცავ ნილი ლალი გულები შორენა მართლაც იდეალურად გაქვს ძალიან მომწონ შენი ფრჩხილები დიდი მადლობა რომ გვასიამოვნე შენი წითელი შილაკითა და ფრჩხილებით თუმცა რას ვიზავ წითელ ფერს უნდა დავემშვიდობოთ რომ ჩვენი მომავალი ასტროლოგიური სტუმარი არ გაგვინაწყენდეს ულამაზესი ხარ და ძალიან მაბედნიერებს წარმატებები შენი ოჯახის წევრებს კეთილს მსურველ ადამიანებს და არც ვაიმე მადლობა ძვირფასო რამხელა სიკეთეა ჩადებული ამ სიტყვებში ძალიან დიდი მადლობა ძალიან მიყვარხარ და ყველანი ძალიან მიყვარხართ ესეთი ადამიანები ჩემო გოგომ სოფია მიცით რა მომწერა წუხელ გვიან მოუწერია და მე უკვე მეძინა არ მინახავს წუხელ ადრე დავწექით და ისა ეხა დილას მოусმინე და ჩავტკბიცით რა მომწერა აიკა 30-ში მეთქი 30-ში მეგონა რომ ფრჩხილებზე ვიყავი დაბარებული არა და 30 არ ყოფილა შაბათი ხო და ისა მეგონა რომ 30 იყო შაბათი და შაბათს დანბარა ფრჩხილებზე და თუ არა და ვეღარ ვახერხებ რა გაკეთებას და შავსი არა შაბათს ვერ გავაცდო ხო და ეგ ვთქვი რომ მეთქი იკა მიდის მეთქი ესენც მიდიან და სოფია მომწერა მე მოვალ და მე დავშევი ვასთან და შენ წადიო იმე როგორი ტკბილი ხარ როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე მაგრამ ნახე და 30 არ არის შაბათი აბა რომელი
სამშაბათია თუ 4 შაბათი. ცოტა ახლოს მაინც გეთქვა რა. ნახე. ეს საბჭოთა 26-ია. აი ის ნახე, შაბათი არის 28. 29 არის კვირა და 30, 2 შაბათი. ეს 26-ია, ხო? ხო, მე 2 შაბათს მივდივარ. 26-ია და 5 შაბათია ხო დღეს? 5 შაბათი 26. არ არის, ნახე კალენდარზე რა თქმა უნდა. დღეს ხო 26 არის 5 შაბათი. 26 5 შაბათი. არასკევი 27 შაბათი 28. შენ 30-ში მიდიხარ? ხო. აბა მე წახში ვიქნები. ან მაგრამ მძღოლი ხო გინდა? წარმატებ მოხალშული მალე იწובה თუ წავსვათ ზეთიან აჯიკას ლამაზად შეიბრაწება. სამშაბათს 2 შაბათს 2 შაბათს 30-ში 30-ში შილაკები. სოფია მოვა? არა, სოფია მოვიდა და იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ იქნებოდით და მე უწასვლელი ვიქნებოდი. იმას ვიზავ, ევასთან დავრჩებიო. დარჩება მე მგონი ჩემთან. ევას ისე უყვარს სოფია, როგორ არ დარჩება. მოვა სოფია, მოვა მაგას წახს ხოლმე. სოფიას ფოტოედო გუშინ მოლში იცი რა ამბავი იყო? სიტი მოლში იცი რა ამბავი იყო? ვაჟას. ვაჟი კი არა, შეიძლება ვაჟაზე იყო, მაგრამ არა მგონი იქ იყო. რაღაცა ფასდაგლები ყოფილა კიდე და. არა და მე მინდა კარფურში წასვლა დღეს. მაგრამ ევა ცუდად არის. აი ესე დღეს დიას გაიღვიდა და ხმა მქონდა ესეთი მტირალა წყალი მინდა და მიდი დეგული გერონი არა არ უყარს ხოლმე აღიარება ხო და ისა მე ავდექი წამოვიდა ცოტა ხანში გული აერია ოღონდ ისა მოვიდა აი ლორწო ყვითელი ლორწო ვირუსის დროს თონიკეთ ანძეს წემართებათ ხოლმე ეგრე ხო და მინდა და რევას აგვეყვანა და ველოდებოდი იკარო და ისვენებს იმ დღეს რომ ყველანი ერთად წავსულიყავით ევაც აგვეყვანა მაგრამ ალბათ ევა ვერ წამოვა ბავშვს ორჯერ გული აერია და საწავიყვან რომ თქვა დიდი აღარაფერიც აღარ მაქვს საყიდელი კარფურში მის მინდა ეს გუშონები და რაღაცები ანუ უფრო კარფურში გავლა მინდა ხო, კამფეტები და ეგეთები. აბა Thousand. Matos. ეს არის საწებელი. ყოც ბევრი მესხმევინება. შავი პური. აი ეს საჭმელი მეყვარს შავი პური. პეტრა მაქვს აქ. ესე შემწვარი კვერცხი. სულგუნის კუდი, შავი პური და ეს საწებელი. და ქვემოთ ბანი მყავს კიდე. ამის გარეშე არასაქმე არ იქნებს.
იკა მოვიდა და ბონი მჭირილი დაიწყო. რაღაცას ხედავ იქა თუ მე მოჩვენებები დამეწყო. შემიძლია რატო? აუ მეზარია მეთქი ეცენი იყიდეთ მის შეწრის ნაცვლად და არა რონა მე თან მეგო შესაძლებელი არა მაგრამ ეს ერთია? რა გავიყო? აგერა რა ეს სხვა. ეს ინჟინერია ხო. რომელიც კი აქ კიდე ორი აქ ეგეთი გუშინ მოვყიდე აქ წესი იყო და შადარი ვერ დაინახე? დავაფარე. ნახევარი დედას ნახევარი შენ. ოკეი? ევაისი. შეში ბარათი და რა გადახდა. კაია? ეს მოთხოვარი პატარა. ახლა ვიებდი აი ამით ყავის ტალია სახელადოს მოხვედი. ხო, აი ამით ვაპირებ. კიდე ორი ცალი აქვს მე უყიდე იმ დღეს. აი ამით ვაპირებდი ყავის ტალებას და ესეც ძალიან გემრიელია, მაგრამ აი bueno, mamma mia. Bonita. Siamოვნებით მოგცემდი ერთად, მაგრამ არ შეიძლება. მგონა უხსნა ამას რა შეიძლება. მგონა გააგებინო. ეგა შეიძლება. კიდე ერთი მოგცე. აუ, მე სხვა აი არ ვიცი რა. აი ეგ არ მიყვარს. ხო, რაღაც არ მიყვარს და ხა შევჭამ, მაგრამ აი რო დავშვა და დაინახა რაღაც მილეულს და აი უნდა შევჭამ, ეგეთი გზნობა არა და ეგ ერთადერთია, რომელსაც არც აქციაშია, არც არასოდეს ფასი 5 თეთრი არ აგდება, იზღირს 2.95 მორჩა. ხან სნიკერსეც ძვირია, ბაუნზეც ძვირია და ტვიქსზეც ძვირია. რა ძნელია ხოლმე ეკავ რა კაი ამ მინდა მე თქვა გაიჩიშა რა კაია პური მოი ვენგე დაგავს ასე არა როგორი მომერია იცი ნახე აუ მირეკავს რა ეს არის ქართული ნომერი ხო რა ვიცი შეიძლება ეტყობა და იმდო გაჩი ნახე რა უნდა მეთქვა ეხლა რო არის სეკრეტს ან ტაობები და ეგეთი რაღაცები, მაგალითად მუშაობ სამსახურში, მისმენ? სკოლაში, ან რამე კოლექტივში და ერთმა ჩემმა საყვარელმა გოგომ დაწერა თავის Facebook გვერდზე. ისაო. აღარ ვიღებ სეკრეტს სანტასში მონაწილეობაში შაშან 6 წელი სატყემლება ჩუქეს. ანუ ნახე, ხო არის რაღაცები იაფასიანი. შეიძლება არ გაქვს ბევრი და მით უმეტეს ამ პერიოდში ისეთი ძვირია ყველაფერი. რაც შეიძლება ადამიანს აჩუქო. თონიკე და ანდრია მითხრეს, რომ ჭიქაო ძალიან ცუდი საჩუქარიაო. არა და მე მაგალითად ძალიან მიყვარს ჭიქის ჩუქება. მე რომ აჩუქონ ჭიქა რა. ნუ თუ მომწონს რა თქმა უნდა ჭიქა. ხო და აი რა არის? ადამიანმა არიციან ხოლმე თქმა. რა არის ის? აბა დაწერეთ კომენტარებში ყველა.
საჩუქარი იაფფასიანიდან დაწყებული ну შედარებით უფრო ისეთი დამთავრებული იაფფასიანები ვთქვათ, რასაც ყველა გაჩუქება. აი რა არის ეგეთი, რაც ну აი სატყემლე არ მოგეწონება სიტყვაზე. შეიძლება ვიღაცა სატყემლეც მოეწონოს, მაგრამ ნახე ვიძახი, აი მაგის ფასში რო გესჩივნა, მე მაგალითად მისჩვენია ორი ბუენო. გებიცევით, ანუ ისეთ რაღაცას თუ ადამიანმა არ იცის და 10 ლარი აქვს, მისჩვენია ორი ბუენო მაჩუქოს. აი მართლა. ну რამდენიც მოვა. 3. ხო. შენთვის რა არის? აი იაფფასიანებში. ეგეთი. საჭმელი? არა, ნებისმიერ რაღაცა. აი 10, 15, 20. 30 მოდი 30-მდე ვთქვათ. ლარამ და რაც შეიძლება ადამიანმა გაჩუქოს. მანქანა გამირესხოს შიგნით და გარეთ. აუ, სააღალწო საჩუქარი. მოდა ნერვები მეშლება მაგას. მანქანას გარეთ და შიგნით და გარეთ. ეხარჯება ბევრი ფული. და ჩასარის აპარატში ჩაყაროს ბევრი ხურდები. და მე კიდე აქედან მოუშვა ქაფი და წყალი და ვრეცხო და ვრეცხო. კაი. ახლა ყველას არ შეუძლია რომ მანქანა გაგირეცხოს. მე ვრეცხა, უკაც თვითონ ყაროს ფულები. 30 ლარი ესე იგი. 30 არ უნდა, კარგად რო გარესხავა, 10-12 ლარი იყო. ახლა ყველას რა თავისი ისა აქვს რა. ემე რომ მკითხო და თუ მანქანა თუ ტაქსი აღარ მუშაობდი და ეგრე მაშინ კაი მაგრამ შერჩეული 1 კილო ბანანი მიყიდოს და 1-2 კილო კაი ვაში. ანუ ორიც მოვა. ჩვენთან სახში როგორ არის კისუ გვაქვს, მაგრამ არჩეული ვაშლი არასდროს გვაქვს, გადასაყრელი ვაშლი გვაქვს ყოველთვის. ხო და ბანანი კიდე ყოველთვის მაქსიმუმ თითოцали. ну ბავშვებს სულ აქვთ, მაგრამ ჩვენ დიდებს ახლა ეგრე კილო. ერთი გოგო ყიდულობდა ხოლმე ადრე ბანანებს. გახსოვს? რატო? და მე საერთოდ მიყვარს ბანანი. მე 1 კილო ყოლიხავს. ერთი შაურმა. თუნდაც ჭიქა, თუნდაც მისამაგი, თუნდაც რაღაცა ესეთი, ნებისმიერ რაღაც. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ მთავარია, რომ ჩემ ინტერესებში იყოს. აი, სატყემლე არ გამიხარდება მაგალითად. ჭიქები გამიხარდება, ოღონდ ისეთი ჭიქები არ, ანუ ჭიქები რომ მაჩქოს ადამიანმა უნდა მიცნობდეს. ხავტებით. იმიტომ შეიძლება ისეთი იყოს, რომ საერთოდ ვერ გამოიყენო და 1-3 სერვისი მქონდა ადრე მედო და მე გავაჩუქე. იმიტომ რომ დაჩუქარი იყო და მიტყდებოდა გაჩუქება. აი ადამიანი რო ისე გაჩუქებს, რომ თან ჯიჯი რაღაცა გამოჩნდეს და თან თავის მოგიშოროს, ხო ხტებით ეგეთი. ხო და აი ძნელია ხოლმე არჩევა ძალიან ისეთის რომ თან ადამიანს მოეწონოს, თან რამე ღირდეს. თან ანუ როგორ ვთქვა, ადამიანსაც უნდა შეეფერებოდეს, ნორმალურიც უნდა იყოს და თუ ბევრი ყავს ასეთი ვისაც უნდა აჩუქო იმინო სერიოზულად. ერთი საახალწლოს უფრო კიდე ეგ ხდება. ხო. ფულები წავიდა ტრაკისკი. წავიდა? წავიდა. უფი, გაჯამრთელად ვიყოთ არა უთავს. ეს კონდაზე იმენა გამოჩი. ტრაქსის ტრაფარეს უნდა შევაკლა თავი. დავიძო თავზე და ვიარვიგინო, ვაში მაგას გავაჩი. ჩინეთში რო იყო, გახსოვს? მოიგდებდნენ ზურგზე და ვიყავდათ. იქა თუ საცობი იყო. საცობი იყო. ტრაფარეთი თავზე. აი, აი, ნახე ტრაფარეთი თავზე. გზავრი ზურგზე მასთან უნდა თუ ის ტრაფარეთი. სადუნდა ამთუ შესაერთებელის მედი რა არის? ვიგიცდება. შენი იცი თუ გაანათებს თორე კი შესაერთებას კი ვიყო. გაანათებს უნდა სადუნდა.
ამიტომ დღისი რიტაქს არის და დღისი გარჩევდება განათლება. ხო, მანდ. შეერთებული მაინც უნდა იყოს. ვიყავს ესეთი ხუმრობები რომ შეგვიძლია, მაგრამ ეხლა ზედმეტი სიცილი არებზე აცილი იყავი. ჩვენ სახში ზედმეტი სიცილი თუ გაისმევა, ეგრე შემოკრავს ზარები. შემოგრაზარმა. ასე, დილამშვიდობისა.